მე როგორც წესი და რიგი ჩემებური თქმით, რომ არ დავაკლო პატრიარქის ამ ხატრულად და უღრმესად გადმოცემულ ამ თემას, მე როგორც სხვა ეპისტოლეებს ამასაც წაგიკითხავთ, რომ ასე ლამაზად და დიადად დარჩეს ჩვენ ჩანაწერში. წმინდა წერილის მიხედვით ამა თუ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ანუ აქეთ რას ამბობს? აი, ებრაელი ერის ფუძემდებელი ხო არის მამა აბრაამი. აი, ამას ამბობს. აბრაამმა დააარსა და მამამთავარი ითვლება ებრაელებისთვის. ამიტომაც ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურობით გამოირჩევა. აქვს თავისი ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. მითიურ სუნთქვაში გრიგოლ რობაქიძე ამას კარდუს ეძახის. ანუ ამიტომაც ქვია ჩვენს წიგნს კარდუ. ანუ მამამთავარი მითიური პიროვნება ქართველთა მოდგმის თაურმდგენი ანუ საწყისი და მთლიანი სუნთქვა აი კიდე მეორე სათაურია. მოდი ახლა ქართველთა მითიური შუაგული. ანუ ქართველთა მითიური სუნთქვა არის კარდუ. ანუ კარდუ არის მოდგმა ქართველთა. ამიტომაც ესა თუ კი ბატონო აქვს თავისი ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. ანუ როგორც ცოცხალი ადამიანიო, ერიც ასეაო, პატრიარქი ამბობს, რომ იმასაც თავისი ხასიათები აქვს. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს. აი, ლუვიური მაგალითად არ არის და 1000 ხეთური და მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს. ანუ სხვადასხვა მონათესავე ხალხი რამოდენიმეა, რომლების დღეს სხვადასხვა სახელმწიფო სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისა არიან. აი, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ წარმოშობა ერთი გვაქვს ჩვენს და ბასკებს და ირლანდიელ კელტებს. აი, ჩვენ ერთი მოდგმის ხალხი ვართ. მცირე რიცხოვნობის როგორც მეუფე ანანია წერს და არა მარტო მეუფე ანანია, ეს კაბადოკიელებიც იგივე ჩვენ ერთი მოდგმის ხალხი ვართ. ილია ჭავჭავაძეც ამას ამბობს, ივანე ჯავახიშვილის. მცირე რიცხოვნების მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს ჭეშმარიტად ღვთისწყალობაა. ეს ვიცით ჩვენ, რომ უძველესი ისტორიიდან მოვდივართ. საერთოდ ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას და ენას. აი ხა მთელი ჩვენი ერის ღირსება არის ის, რომ უნიკალური ენა გვაქვს, ალბათ ძველთა ძველი და უკვე მრავალი ფაქტი ადასტურებს, რომ ყველაზე ძველი და ყველაზე ღრმა და ყველაზე ასე თქვა სასწაული საღვთო საიდუმლოებებით ახსავსე ენა ქართული ასომთავრული ჩვენი დამწერლობა და ასევე ის, რომ ჩვენ პირველ საუკუნეში მივიღეთ ქრისტიანობა მოციქულებისგან, ანუ ჩვენი საქართველო არის სამოციქულო ეკლესია და წმინდა ნინოს დროს, როდესაც მირიანმა და ნანამ და მთელმა ქართველმა ერმა მიიღო ერთიანი სახელმწიფო რელიგიათ მართლმადიდებლობა, მას შემდეგ 1700 წელი ჩვენ ერთხმულად ვემსახურებით მთელი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ რუსები საბჭოთა კავშირში დაპყრობილები ვიყავით მონღოლების მიერ, არაბების მიერ, სპარსელების მიერ, თურქების მიერ, მიუხედავად იმისა, ჩვენი რელიგია ყოველთვის იყო მართლმადიდებლობა. ეს სრული სასწაულია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ენის სრული მოსპობა უნდოდათ სპარსელებს არაერთგზის, რუსებს არაერთგზის და ასე შემდეგ, ქართველი ხალხი დღესაც ქართველად მეტყველებს და ის ჩვენი ძირი და ჩვენი მოდგმა, ჩვენი უდიდესი ეს ესე იგი საგანძური ქართული ენა დღესაც შენარჩუნებული გაქვს. ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი, ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით. ნახეთ რა მაღალ მხატვრულად წერს, აი
ეს ისევე როგორც პიროვნებას აქვს ღირსების შეგრძნება. ახეთ რა მაგარია, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში ზიმეტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერთად და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. აი აქ რა არის ახლა ნათქვამი. აი სიტყვაზე დაგვიყო სპარსეთმა და გვეუბნება, რომ თქვენ უნდა თქვათ ქრისტიანობაზე უარი, არა და ამოგწყვეტავთ ყველას. და რა არის ღირსების შენარჩუნება? ღირსების შენარჩუნება ის არის, რომ ჩვენ რო ვიფიქროთ, მოდი ოღონდ ცოცხლები გადავრჩეთ, ხო და ახლა ნუ ვიქნებით კაცო, აბა ღმერთი ხო ყველაფერს ხედავს, აი რა გაჭიროება, აბა როგორ შევინარჩუნოთ, აქ ყოფნა არ ყოფნაზეა ლაპარაკი და უარი ვთქვათ ქრისტიანობას. ეს ნიშნავს, რომ ერს ღირსება უკვე დაკარგული აქვს, მორჩა, იმიტომ რომ მან ჭეშმარიტებაზე თქვა უარი. რის გამო? იმიტომ რომ ცოცხალი დარჩენილიყო, იმიტომ რომ გადაეხადათ იქ ფული, იმიტომ რომ იქ უთხრეს, რომ აი ესე იგი გაცვალეს რაღაც მატერიალურზე, რაღაც თანამდებობაზე, რაღაც ამაზე და აი ამაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენმა ერმა ღირსება დღემდე მოიტანა. ეს არის და თუ ეს ღირსება დაკარგეო, დეგრადაცია იწყება, სულიერიო. ანუ მიხვდები, რომ ყველაზე მთავარი დაკარგული კაცი აღარა ვარო იტყვინე. მე აღარ ამყავს მორჩა და დაკარგავ ყველაფერსო. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადარჩენისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი. ეხლა ჩვენ მე ნახავთ ჩემო ძვირფასე უკვე ეხლავე რომ თქვენთვის კარგად გასაგები იყოს, მოვლენებს წინ გავასწრებ და გაიხსენებ ქეთევან წამებულის წამება. ქეთევან წამებულმა კი ეხლა ეს ერთი ქალი იქნებოდა თუ არა ცოცხალი, ამას კი არ ქონდა მნიშვნელობა. ამას ქონდა, რომ მაშინ ხალხი იმისთვის რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, იმიტომ რომ თავადები სპარსელებს შახთან დაელაგებინათ ურთიერთობები, მიდიოდნენ ქრისტიანობის დათმობაზე. და ყველა ქეთევანს უყურებდა, რომ მაგანაც რომ უარყოფს დავიღუპებითო, ესე იგი ჩვენში ღირსება აღარ იქნებაო. და ქალი წავიდა ეწამა ბოლომდე და ღირსება გადაარჩინა ქართველ კაცში. აი ეს ამაზეა აქ ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგე და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს. თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მისი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადებოდნენ. უყურე ახლა, განა მოღალატეები არ ყავდნენ, ლალიმასწავლებელო, მაგრამ იმ პერიოდისთვის, ვინც უღალატებდნენ, ამბობდნენ, რომ აი მოღალატეები. და იმას კი არ იძახდა, რახანცის გადარჩა შადიმან ბარათაშვილი. კი გადარჩა, მაგრამ შადიმან ბარათაშვილის საქციელი ერისთვის იყო მიუღებელი. აი ეს იყო ჩვენი ღირსება. ერს მართალია უჭირდა, მაგრამ ვინც უღირსად მოიქცეოდა, ვინც ქრისტიანობაზე უარს ამბობდა, ქართულ ენაზე, ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე და იმ ჩვენ ტრადიციებზე, რომელიც ჩვენ გულში და სულში ქონდა გასიგრძე განებული, აი ესე იგი მადლობა ღმერთს, რომ ამას ბოლომდე იცავდნენ. სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე. დავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი მოწამეო, ამბობს ჩვენი პატრიარქი. მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისას სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იძულებით გადაასახლეს. ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შახის წყალობის ხალათის მისაღებად ასეთი ფრაზა იყო რა, წყალობის ხალათი. ანუ ვინ წყალობის ხალათს მიიღებდა, იმას უკვე აღარ მოკლავდა და შახისგან იყო ასე თქვა დაცული. ხო და ამის მისაღებად ქართულ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წახვლას ერთმანეთს ასწრებდაო. უნდილაძეების ამბავი ხო ვიცით?
განაუბრალო ხალხი იყვნენ, მაგარი ხალხი იყვნენ, მაგრამ ვაჟკაცურად ვერ დადგნენ ბოლომდე. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო. სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანობით ვაჭრობა მძვინვარებდაო. ნახეთ, რა საშინელ პერიოდში მოუწია ქეთევან-წამლ. აი, ყოფნა არ ყოფნაზე იყო ჩვენი ღირსება. ერიც ყოფნა არ ყოფნაზე იყო რო იყო. მართალია, ქვეყანას სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურას პირველის გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების ომი მოიგესო. შენ გენაცვალე რა პატრიარქი, რა საყვარელია ღირსების ომი მოიგესო. აი ასე სრულყოფილად ამის გადამოცემა მე აქ პირველად გავიგე რა, რომ ღირსების ომი მოიგეს. ომი წავაგეთ, მაგრამ ღირსების ომი ჩვენ იმ ყველაზე რთულ პერიოდში მოვიგეთ. მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების ხრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასია დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიშს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა, ვერ გამოიხსნიდა ცოტნე დადიანის თანამებრძოლებს წამებით სიკვდილისაგან. მოდი გავიხსენოთ აქ რა მომენტია. ცოტნე დადიანი ერთ-ერთი შეთქმული იყო, მაგრამ ამ დროს სხვა საქმეზე იყო იქ და შეიპყრეს ეს შეთქმულები და დაუსვეს თაფლი და დასვეს შუაგულ სიცხეში და ფუტკრები, ბუძები ესევიან უსახშინლეს პირობებში. და ცოტნე დადიანმა გაიგო, რომ თავისი მეგობრები, ვისთანაც ერთად შეთქმულებას აწყობდნენ, ამ დღეში არიან და მოვიდა პირდაპირ, გაიხადა ტანთ, წაისვა ის თაფლი ბეჭებით მიეყო და დაჯდა ისას და მოუტანეს ეს ამბავი. აი ღირსება რა არის? ხო, მონღოლია, მაგრამ კაცი გაგიჟდა ეგა და მომიყვანეთ აქა ეგ კაცი. მოუყვანეს და რა გააკეთეო? რა გავაკეთეო? მეც ღირსი ვარ წამების. და იმდენად იმოქმედა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიყავითო და სიკვდილია თუ რაც არის, ერთად დავხოცეთ ყველანიო და იმდენად იმოქმედა ნოინზე თუ ვინც იყო იმ მონღოლზე, ყველანი გაანთავისუფლა. აი, მტერია, მაგრამ უყურეთ როგორი ღირსეულის აქციები. მაღალი ღირსების და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. აი, ნახე პატრიარქი უკვე მსოფლიო მაგალითები მოჰყავს და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ის ესეთიც იყო უწმიდესი, მსოფლიო უდიდეს ადამიანად გამოაცხადა. აი, არა ქართველი, არა მართლმადიდებლები ასე აღიარებდნენ, რომ ეს არის ყველაზე წმინდა კაცი. ისინიც კი აღიარებდნენ და ხვდებოდნენ ამას ნამდვილად. დიახ, სალადინი, ეგვიპტის სულთანი, რომელმაც წმინდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ნახე რა თქვა, არც ერთი ქრისტიანიო არ დახოცოთო, ისე აიღო რა, პატივისცემით ეპყრობოდა. და აი ესეთი ავტორიტეტი დაიმკვიდრა მსოფლიო, ესე იგი მსოფლიოს წინაშე. ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ. ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა. აი ჩვენს ბედნიერები რითი ვართ, რომ ჩვენს ირგვლივ უნდა იყვნენ, ჩვენი ბავშვები უნდა უკვე სწავლობდნენ ამას ჩვენი მაგალითით და ჩვენი ბავშვებიც უკვე ასეთ ღირსეულ საქციელს უნდა ჩადიოდნენ. და ჩვენ ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი. ეხლა მე ერთი ამბავი მინდა აქვე გითხრათ, რომ ღვთის მადლითა და წყალობით ასეთი საქციელი დღესაც საქართველოში უამრავია და ერთი აც განსვენებული გურამიზე მინდა მოგიყვეთ მასწავლებელო. ეს იყო გურამი სამრევლო სკოლის დარაჯი. აი, ყველანი რო წავიდოდით, გურამი შესასვლელში დარჩებოდა და კარებს დაკეტავდა და იქ რჩებოდა ხოლმე ღამე. ქონდა მინიმალური ხელფასი, აი გაგიკვირდება 100 ლარი, 150 რაღაც და სხვა სკოლაშიც იყო დარაჯი. და იქო 300 მიღებული ძაღლი. მეოთხარი რაღაც ჩერდები მეთქი წადი მთელი ღამე აქ როგორა. ყოღუაო, თან ყოღუაო. ლექსო მეტყოდა მაკაცობი. ესე იგი ეს იყო სამაჩაბლოში
დიდ თანამდებობებზე ნამუშევარი და ისო დაუკარგეთ მერე ჩამოვიდა აქ თავში. დიდ თანამდებობებზე და ინტელიგენტი კაცი ნებისმიერ თემაზე ესე იგი შეეძლო თავისუფლად ესაუბრა მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. სულ წიგნი ეჭირა ხელში. ერთხელ მე მითხრა რომ რამას პატარიძეთი ვარ დაინტერესებულიო და შენ ვიციო რომ მაგასთან შეხებები გაქვს და ასომთავრულის წაკითხო მინდაო. მერე დიმიტრიუზნაძის განწყობის ფსიქოლოგია მინდა წავიკითხო და აი ესეთი კაცი იყო და იმ მასწავლებელო ხდება ერთი ასეთი ფაქტი. ერთმა ჩვენმა პედაგოგმა სამრევლო სკოლის გაიგო რომ ერთ-ერთ ახალგაზრდა პედაგოგს ხაკის მასწავლებას თურმე ჩაუჭრეს დენი სწავლობდა სასულიერო სემინარია აკადემიაში ეს გოგო. იმიტომ რომ ხელფასი დაგვიანდა მოკლედ სკოლაში, სულ 300 ლარი ხელფასი ქონდა. და ვერ გადავიხადეო და ერთ-ერთმა მოსწავლემ მოიტანა ამ კაცთან ეს ამბავი. და ამან გურამის უთხრა რომ აი 300 ლარიო დაუტოვა გურამის და უთხრა რომ უთხარიო ქეთო მასწავლებელს რომ მისი ხელფასი იყო და მიეციო ეს 300 ლარი. ამ დროს ხელფასები არ დარიგებულა ჯერ. და ამ გურამიმ ქეთო უთხრა ხელფასები იყო დღესო დამავიწყდაო რა ჩემი გამოშტედი დავვედიო რაღაცა და გვიან მორჩა. აი შენი ხელფასი მიავიღეო დამიტოვესო მეო. და ოიმეო რა კარგიო გაუხარდა ძალიანო და მართლა წასულა და მოკლედ გადაიხადა და ჩაუთეს დენი და თან ზამთარი იყო სიცივე იყო და ეს კაცო გურამი გადის პერიოდი 1 2 3 თვე და ვინც ეს თანხა დაუტოვა თან თქვა რომ ჩემზე არ აკვაო რა გავიდა 1 2 კვირა და მართლა ხელფასები დაარიგდა და ეხლა იმ გოგოს უთხრეს რომ შენი ხელფასი ასაღები გქონდა. როგორ ამაკო ასაღებიო მე ავიღეო არაო რა აიღეო კაცო ეჩხუბნენ ისგან მოდი აქა ხელი მოაწერეო რა და მიხვდა რომ რაღაცა სხვა რაღაცაა გაიგე და მოკლედ თავისი ვარაუდი აქვს რა ვინ გააკეთა ეს ამბავი. და ეს გურამი იძახის რომ ეხლა თავისი რამე მეკითხებ ეს ხო არ იყო არ ვიციო რა ვიცი დამიტო არ ვიციო რაღაცა არ ვეუნებიო ცოცხალი თავი კაი მაგაზე აღარ შემეკითხო კაი. და ერთხელაც ამ კაცთან არის მისული ეს გურამი რა დამთავრდა გაკვეთილები არაფერი მოგვიზული შესულა ესე მე იმან მომიყვა ჩემი მეგობარია რა ვინც ეს ამბავი მომიყვა დიდი ბოდიშიო რა რაღაცა მაწუხებს გულშიო და მოიტა მომხსენი ერთ-ერთიო რა და გურამი ყველას ისე მიყვარდა რას ქვიაო ამთა ხელები რაც გინავთ ხო ყველაფერს გავაკეთებო და ბიჭო შეროსა ეს 300 ლარი დამიტოვეო იმის შემდეგო ეს გოგო ისეთი სიყვარულით ხდებაო ისე მომიკითხავს იმას გონიაო რომ მეც მივიღე მონაწილეობაო რა და გეხვეწებიო 150 ლარს მოგცემო და უარი არ მითხრაო რომ მაგ სიკეთეში მე ჩემოვალ აი სინდისი მაწუხებსო რა ბიჭო ეს რომ მომიყვა რა დამემართა და რო გამო შენ გენაცვალეო ჩაეხუტა რატო მომხსენი აი ეს არის ღირსების კაცი. ესე იგი ამას არ მიუღია მონაწილეობა და ქეთო მასწავლებელი ისე სითბოთით მეკცევაო რომ იმას გონია რომ მეც ამაკო და მოიტა მიმაღებინეო რა მას მაგა აი ადამიანი გარდაიცვალა და მე ეს დამავიწყდება. ეხლა როგორც მონტაჟებს მოვჩები ახალი წიგნის შელამაზებაზე რაღაცები გადასაკეთებელი აი ეს თემა უნდა დავწერო და პირობას გიდექ რომ შემდეგ სახელმძღვანელოში გურამის ამბავი იქნება. გვარსაც გავიგებ კარგად ეხლა აღარ მახსოვს მაგრამ აი გვარი და სახელით უნდა დასცეს გურამი რა. კარგად შევისწავლი იმ კაცსაც გამოვკითხავ ვინც ეს გააკეთა და კარგად ყველაფერს მოკლედ შევისწავლი და პატარა თხზულებასავით დარჩება. აი ეს არის ღირსება ამაზე ამბობს ჩვენი პატრიარქი და პირველი ასეთი ღირსების მაგალითი იყო ჩვენი პატრიარქი თვითონ ილია მეორე და ბოლოს მოგახსენებთ ერთ მის ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს. საქართველოს ამ მხრივ საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს მე-11 საუკუნეში როცა ჯალა ლედინმა დაიპყრო თბილისი მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ
100,000-მა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა წმენის და ღირსების უარყოფას. აი სადუსვას ღირსება. უკვე ყველაფერი გავარკვიე. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყო სარწმუნოების დასაცავად. ეხლა ეს ფრაზა გივი მასწავლებელო ძალიან მნიშვნელოვანია და რატო? თქვენ იცით რომ გამოჩნდნენ როგორ უწოდო ვაი ქართველები გამოჩნდნენ, რომლებიც ეჭვი შეიპარეს, რომელთაც თვითონ გამოჩენილი წერილები და ღვაწლ მოსილები ბჭყალებში ეგრეთ წოდებული და ეჭვი შეიტანეს, რომ 100,000 კაციო სულ არ იყო წარმოიდგინე. არ იყო საქართველოში, ესე იგი ღირსებაზე ეჭვი შეტანა. წარმოიდგინე, აი როგორ ბედავ შენ ამის თქმას. ესე იგი შენ გინდა გააყალბო ჩვენი ისტორია, რომელიც ღირსებას იცავს. ეს არის ღალატი, აი ზუსტად იგივენაირი ღალატი ილიას მკვლელებმა რაც ჩაიდინეს რა. და ჩვენ ვიცით ამ ხალხს მაგათ გვარები დასახელება არ არის საჭირო. ეხლა სწრაფობენ ილიას მკვლელების საბურამოში, რომ პაპად შემომეტყავენ და თამადები არიან. მე რატო ვთქვი ეხლა გივი მასწავლებელო, რომ ეს ისტორია პატრიარქს ერთი წელიწად წმინდანად შერაცხავენ. და წმინდანის სიტყვა უკვე დადასტურებაა რა. რა უკითხავ და მორჩა უკვე მოაკეტინებ ერთ წუთში. ასეთ ადამიანს ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ეს დასტურად ექნებათ, რომ აი პატრიარქი აღიარებს, რომ 100,000 ქართველი იყო და ღირსება გადაარჩა. კაი, 99,999 რო ყოფილიყო, რა იცვლება ახლა ღირსებასთან დაკავშირებით. ან 90,000 ყოფილიყო, კაი. ან 1000 ყოფილიყო, კაი. აქ იდეა მთავარი, რომ არც ერთმა არ დააბიჯა და აი ესეთი ღირსეული წინაპრები ყავს, დიდება და მადლობა გმოწ. დღეს ჩვენი ტრადიციების და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება. აი ნახეთ ჩემო მეგობრებო რა. აი ეს ალბათ არის ყველაზე ძლიერი პატრიარქის ეპისტოლე, რაც დაგვიტოვა. აი ღირსება ხო მთავარია ჩვენთვის და ნახეთ ეხლა იძახის, რომ დღეს როგორ მოებრძვის ყველა. რომ ზუსტად ამ ღირსებაზე ვთქვათ, აი წამოეგნენ ვიღაცები მაგ პროვოკაციას. თამარზე ეჭვი შეიტანეს. ვეფხის ყაოსანს რა უყვეს და აი აღარ იციან ეს ჩვენი ღირსება როგორ შელახონ და როგორ შებიწონ. ზოგმა ნეფსით თუ უნებლიეთ აკეთებენ ამას, მაგრამ ამ ზამთარსაც გადავაგორებთო იმაში როა ხო ამასაც გადავაგორებ და ყველაფერს გავუკართვებ. ჩვენა ვარ ძენი ხალხია ქართველი ხალხი. როგორც მეუფე ათანასე ამბობს, ამისთანა ხალხიო არსად არ არსებობს თელ სოფლიოში. წმინდა ილია მართალმა, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავისი ეპოქის სატკივარის წამალის სამ სიტყვაში გამოთქვა: მამული ენა სარწმუნოება. ამ დევიზით მან ეს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავისი მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა. შენ გენაცვალ. ჩვენს ხის ხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა. გაგიგიათ ასეთი სიყვარული საკუთარი მიწაწყლისა? ეხლა დღეს ერთი ისტორიული ასეთი ლამაზი ფაქტის წინაშე წავსდექი. ძალიან 20 წლის უნახავი მეგობარი შემხვდა. აი მე და ნინო ლარცულიანის საერთო მეგობარი იყო და სახელზე რაღაცა სპეციფიური გოგოა და მაგით ვიცანი, თორე არც სახელი ვიცი, არც გვარი, ახლა რა თქმა უნდა დამავიწყე. და გვერდზე ეჯდა მოხუცი მამა და სადა ხარ მეთქი რაღაცა რომ გამოეკითხა რაღაცა და 21 წელიაო საბერძნეთში ვარ. და მამა ჩემიც მიმყავსო ეხლაო და მე ახლა რას მოვისვენებდი თბილისამდე მთელი გზა იყო და მოკლედ ვეხვეწე ვეჩიჩინე არ გავაკეთე უნდა დაბრუნდე თქვენც უთხარით მე ვთხარი ცოდო არა ხარ გოგო ესე იგი ვერ აგროვებ ფულს ხო ფაქტია 21 წელი რო გადის და ვერ აგროვებ 51-ით რო გავიდეს ვეღარ მოაგროვებ ძვირიაო ყველაფერი ხო და დაბრუნდი შენ მიწაწყალე სოფელი ხო გააქვს მეთქი ამგას და მაუ რა გაბედრია და ეს კაცი იყო მოწყენილი ლალი მასწავლებელი და როგორც სოფელზე ჩამოუგდე მიწაზე ჩამოუგდე რაღაცა გაიბადრა კაცი მაგას არ ვეუნები შვილო შენ გაიხარეო ხოცნე და
კოცნა ხო და მერეო ტელეფონშიო ჩამირთეო ეხლა ჩემი ალუბალი უნდა ვაჩვენო ლექსო მასწავლებელსო და ალუბალს სულ 2 ცალი ება მაგრამ ამ კაცს რა ემართებოდა რომ ხედავდა ამ ალუბალს რომ აი ესო ჩემი ალუბალიო მე დავრგეო რა ბედნიერი იყო თან ერთი ვაზი ქონდა ერთი ვაზი და დანარჩენი სულ ბალახი იყო ეხლა მოხუცკაცი ვეღარებეო და მაგრამ ორი ბალი რო ალუბალი რო ება და ის ერთი ვაზი რო ქონდა აუ ერთი მაგის სახელზე რო და ცრემლები მოსდიო და ვეხვეწებიო ძა მეოთხარი არა უჩის ეხლა გაყევი მაგრამ მიზნად დაისახე მეთქი რომ მოკიდო ხელი და ჩამოკიო აიო პირობას გაძლეო რომ არც ერთი დღე არ მოვასვენებო და თვითონაც მითხრა რა ბედნიერი ვიდეო რო შე რო შემხვდიო და იმანაც დამიდო პირობა რომ მალე ჩამოვარო და ღმერთმა ქნას მე მესმის მაგ აი როგორ გაბედნიო და მიწაწყალზე რომ ერთმა ბალმა ალუბალი პატარა ანხელა ძირი არ 2 ცალი ება და თურმე არ ვაწყვეტილებსო ისე უხარიაო რა რაღაცა საოცრება ვნახე და მიწაწყალზე რომ ლაპარაკი ჩამოვარდა ისე გაბედნიერდა აი სასეცია რა სიხარული კი ბატონო სამშობლო ესა ენა ქართული ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი ესაა ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი სამშობლო ჩვენი დიდი იმედია მის დამიგრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია როგორც სიყვარული ღვთისაო აი აქაც პატრიარქი იგივე თან ნახეთ რა მხატვრულად გვაწვდის ამიტომაც ამბობს ქართველი როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა სოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არ მინახავს ხო და მე ახლა გამახსენდა გერმანიიდან სამკურნალოდ რო წაიყვანეს ხო ხანგრძლივად მოუწია პირველი მოწამვლა იყო ყველაზე რთული ხო და უკვე ცეგი დიდი ხანი მოუწია და როგორცო საქართველოში შემოვედითო დაცვას უთქვამს გამიჩერეთო გითხრაო გადავხედეთ ერთმანეთს ახსად გაუჩეროთ მან გამიჩერეთო და ისეთი კაცრად გითხრაო იქავე გააჩერა წყულმაო და არ გადმოხვიდეთ თქვენაო რა გადავიდა ბიჭო და დაემხო მუხლებზეო და ასე ჩორო გული გვიყვარს ასე დაადო თურმე და კოცნა და ეთერა ასე აი კარ მიწას და მომენატრეო მე უშენოდ არ შემიძლიაო ასე ეთერებოდაო რა მიყვარხარ სამ და ეთქვა მაგ დროს საქართველო მიყვარხარ და მაგ დროს თქვა ეს ცნობილი სიტყვები რომ არ ვიციო საქართველოა ჩემში თუ მე ვარ საქართველოშიო ანუ მე ვარ საქართველოს ნაწილი თუ საქართველოა ჩემი ნაწილიო აი ეს სიტყვები მაშინ თქვა ადამიანისთვის აუცილებელია ეხლა უკვე პრაქტიკულ მაგალითზე გადადის იმას გვაძლევს რა უნდა ვიმოქმედოთ აუცილებელია ლოცვა და შრომაო აი სამშობლო ითხოვს ჩვენიდან ლოცვა და შრომა და ლოცვა ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულებრივი მოქმედი ძალა ყოველი კეთილი საქმე რომელიც ღვთის სასწაულებითა და ლოცვით იწყება წარმატებით მთავრდება აი ამიტომ არის ლოცვა შრომაზე მაღლადგა ლოცვა ყველაფერზე მაღლადგა მე გავიმეორებ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ლოცვაზე როცა საუბრობ ასე თამამ სიტყვას ვიტყვი რომ ლოცვა მეტია ვიდრე სიცოცხლეო მამა თეოდორე გიგნაძის ლამაზად გამოთქმული ფრაზა რატო ვინც არ ლოცულობს არ საუბრობს ხო ღმერთთან ესე იგი ღმერთთან კავშირი გაწყვეტილია და ვინცაც ღმერთთან კავშირი გაწყვეტილია სახარება ამ ადამიანს მკვდრებს ეძახი დაანებენ მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდარი შენ წამოფარ ჩვენთან და მე ეკითხება ვინ ხარ შენ ღმერთო მე ვარ აღდგომა და სიცოცხლეო ქრისტეს გარეშე ვინ ცხოვრობს ეგ არის სულიერად მკვდარი და მიდის სამწუხაროდ სიბნელისკენ ამიტომ ლოცვა აღემატება სიცოცხლეს მოკლედ ეს მარტივი დასკვნაა და ამას ბევრი განხილვა არ შეიძლება დღეს ჩვენ მოდუნებული ინერციით ცხოვრობთ მუდმივად ძველით დახმარებას ხვებისგან მაშინ განსაკუთრებით ვიყავით ესე თუ გახსოვთ ამერიკის
გამოგზავნილ ფულს ველოდებოდით ყოველ წელს და დაგვიგროვდა ეს ამდენი ვალი და მაგით იყო საქართველო მარტო და თურმე თან ყველაფერი ვალებში მიდიოდა კი აქვს ჩუქნიდნენ მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ თავს ვერავინ გვიშვებს ეს ჩვენ უკვე კაი გამოცდა მივიღეთ და კაი დარტყმა მივიღეთ ამით და უკვე დღეს მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობაც ალაპარაკდა მაგაზე რომ სხვისი იმედით ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ და მადლობა ღმერთს რომ ვითარება შეიცვალა დასავლეთთან მიმართებაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა დაუღალავი და თავდადებული ღირსების დამამცირებელი შრომა არ არსებობს ის აკეთილშობილებს პიროვნებას და სხვათა თვალში ავტორიტეტს მატებს მას ხშირად მეკითხებიან რა ვქნა შესაძლებლობა არ მაქვს რომ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელი გზის დასაწყისშივე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არც არის სწორია აი ამ ხელას იბრძონა და კურთხევა ჩემო მეგობრებო ჩვენი წინ ავიცით ხოლმე დაიწყე რაღაცა კაცო რა დავიწყო ფული არ მაქვს ბიზნესი როგორ დავიწყო არ დავასახელებ დიდ ცნობილ განთქმულ ბიზნესმენს რომელმაც ძალიან დიდი ქართული მეცენატის საქმეები გააკეთა ძალიან დიდი 50 ლარით დაიწყო ბიზნესი 50 ლარით ისე ხარ ქონდა და დღეს 50 მილიონი შეიძლება ქონდეს ისეთი ძლიერი ადამიანი ეგრე რომ ასე ნელ-ნელა უნდა განავითაროთ ანუ თავიდან არც არის სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არისო სწორი გადახედეთ ისტორიას თითქმის ყველა დიდმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობა უბრალო საქმით დაიწყო იდება უფასთან სიყვარულით მოგმართავთ ჩვენო ახალგაზრდებო ნუ ეძიებთ იოლგზას ისინი მხოლოდ დაღუპისაკენ გიბიძგებენ ნუ გახდებით მეწვილმანენი და მოვაჭრენი დღეს ამწუხაროთ მოდი ვთქვათ გულწრფელად ვინც საქართველოს უმეტესობა მოკლედ ვაჭრობით ცხოვრობს იქ საკაყი გეუბნება ნუ გახდებით მეწვილმანები და მოვაჭრენი ცოდვა ყიდვა გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობანი აფუჭებს და ამახინჯებს ადამიანის სულსო მიხედეთ მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სხეულსა და სულსა და სხეულს ჯერა მალე გადაივლის შავი ღრუბელი საქართველო და ქართველი ხალხი გამთლიანდება მოხდება ჩვენი სულიერი ფერის ცვალება და ვიტყვით იმ დღეს გმადლობ უფალო რომ განმერისხდი რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეში აჰა ღმერთია ჩვენი ხსნა უფალია ჩვენი ძალა ის იყო ჩემი მხსნელი ეს უკვე ბიბლიის სიტყვები მოიტანა ის იყო ჩემი მხსნელი ესაიასთან არის ეს სიტყვა ხო ამაზე ამ ემოციას ვეღარ ესე იგი დავამატებ ვერაფერს აქ მე არის პატარა თხრილება ორი ნიჩაბი რო არის და ერთი ლოცვა და ერთი შრომა ხო და შრომა გასაგებიაო კაცი ეყვის ნავით მიდის და ლოცვა რაღაც მინდაო მაგის გარეშეც რომ შენ კაიო მაშინა და რომელსაც ეწერება ეს ნიჩაბს რომ მოუშვას რა რომელსაც ლოცვა უწერია შეინახოს და ცალი ნიჩბი დატრიალდება და წინ ვერ წავა და მე ეტყვის ხედაო ორივე საჭიროაო ლოცვაც და შრომაც და ლოცვაც და ასე გავალთ ჩვენ ესე იგი დასახული მიზნის მიღწევაზე და ასე ყველაფერი კარგად იქნება და ერთი ღირსების კაცის შესახებ დღეს ხო ღირსებაზე ვსაუბრობ ბორის ბაიჭაძემ ესეთი საოცარი რამ გააკეთა ოდესაში გვაქვს იმასწავლებელო თამაში თბილისის დინამო ჩემპიონობას უმიზნებს დარჩა 1-2 ტური რა და ოდესაში თუ მოვიგეთ მე თბილისში გვაქვს უკვე თამაში და დიდი ანგარიში პირველად ხდებით ჩემპიონები საბჭოთა კავშირის პერიოდია საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და 1-1-ია ოდესაში თამაში ბორის ბაიჭაძემ ერთი მოატყვა მეორე და უნდა დაარტყას მეკარესთან პირისპირ არის და არ დაარტყა
მოუქნია ისე ფეხი მოსატყუებლად, მეკარე გადახდა ბიჭო და ძევს დაეჯახა თავით და წაიქცა და დავარდა დაბლა, ვეღარ დგება. კარი ცარიელია და ბურთი პაიშაზე აქ არავინ არ უშლის რა. მიკრავს ფეხს და 2-1 და აკლია 2 წუთი დამთავრებას და მოჩა, ჩემპიონები ვარ. გაჩერდა კაცი და სტადიონი გაივიდა და მოულოდნელად ბურთს ჰაუტში გზავნის, მივა და წამოაყენებს მეკარეს. და ამის განახვაზე ესე იგი ხალხი შოქში ჩავარდა და მერე გამუდმებითო 1 საათი ტაშს უკრავდა მთელი სტადიონი გაოგანებისგანო და დღესაც თურმე ამას ყვებიან, ესეთი ამი აქ არ მომხდარაო. იმიტომ რომ ღირსება ყოველ ჩემპიონობაზე მაღლადგა, ყველაფერზე აღმატებულია და ჩვენც ერთი ჩემპიონები მაინც გავხდით მერე და ერთი ჩემპიონები მეტით გავხდებოდით თუ არა, ეგ არ არის გადამწყვეტი, მაგრამ აი ჩვენ ახლა აქ ასევე უნიკალური მაგალითი ვაქვს ღირსების, რომელიც ქართველმა კაცმა შეძლო. ახლა ბოლო ამბავი. ჩვენი უწმიდესი პატრიარქის, რომელიც შემოვინახე და ამით დავამთავრებ. მოკლედ მეუფე იოანე გვიყვება, გივი ბატონო. პატარა ბიჭი ვარო რა, სტუდენტიო. და სახში მაგარი პრობლემა შეემთხვათო რა ოჯახში. და ისეთი მომენტია, რომ უკვე სახლს კარგავთო რა. სახლი უკვე უნდა ჩამოგვართვანო, იმიტომ რომ დიდძალი ფული სჭირდება ოჯახს. არც დედას აეცით პერიოდია, რომ ვერ სადრო ვერ ისესხებ, ვისე აქ რო გასესხეს. 90-იანი წლებია. ხოდა აი ძალიან მინდა რომ მშობლებს მოეხმარო, იმიტომ ტირიანო ერთთავათო აი შოქში არიანო და არავინ არ მყავდაო მართლა ისეთიო, რომ სადმე მესესხა ეს თანხავდა. პატრიარქთან ამ დროს ილია მეორესთან სტიქაროსნად მსახურობო რა. მივედიო პატრიარქთან, მცირედნი ვიყავითო რა და საქმე მაქვს უთხარი. მომკიდა ხელიო და შემიყვანა ეგვდერში, მარტო დავჭითო და დაჯექიო დავდო. ისმენ. უთხარი ფული მჭირდებაო რა. აი ესე სახში ესეთი მწუხარებაა დედას და მამას, ასეთი მდგომარეობა აქვს და მაგ დროსო მაშინდელ ფულზე არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 50 მანეთი მქონდაო სტიქაროსნობისას ვიღებდიო რა, ვნათე ვიყავიო და 50 მანეთს ყოველთვე ვიღებდიო და გზის ფულათაც ყოფნიდაო და ჩემთვის მქონდაო რა და ვეუნებიო რომ და ეხლა იქ თანხა არ დაასახელა, მაგრამ დაახლოებით აქ ლაპარაკი $100,000-ზე რა, დიდ თანხაზე და იქ ხო მაქო ხელფასი და იქიდან დამიყავეთ ხოლმეო რა, ესე უთხარი. იმიტომ როგორ ჩავაბარებო ამ ხელათან, რო უთხარო აი ერთი წლით მას ესხე ან 2 წლით, საიდან ჩავაბარებო ამას ვერ ვეუნები. აი ხელფასი ხო მაქო და იქიდან დამიყავეთ. არაფერი არ მითხრაო. დავიდა პატრიარქიო და აქ დამელოდე. მოვიდა ბიჭო და კონვერტი აქო და ასე დიდი კონვერტიო და ვაი მე უკვე გული აღარ ჩერდებაო. მოვიდა და გადმომცაო, ეს შენიაო მითხრაო. გამოვართვი ახლა მე ისე მიჭირდაო, რომ ის რო დავინახე გავბედნიერდი. ხოდა ეს კონვერტი მომცაო და მე იგივეს ვეუნებიო რომ იქ ხო ხელფასი მააქო 50 მანეთი, იქიდან დამიკავეთო ვეუნები. ანუ ახლა 100 წელით რო ეცხოვრო, ეგლას ვერ დაფარავდა რა, 100 წელით. ხოდა არაო მეუბნება მასე იოლად ვერ გამოხვალ. მეუბნება ვა გავშლი. ესო საჩუქრად მოგცაო, ამერთისგანი მიიღეო, წყალობად. და შენო ამას ასე გადაიხდიო. ეხლა სულს მოითქვამო და ცხოვრებაშიო, როცა ასეთი გაჭირვებული შეგხვდებაო, როგორც ეხლა შენახავ. აი მაგას გაუსწორებ მაგვაასო რა. ამოვედი ეგენი აღარ მახსოვსო ეხლა და მოაფრიალებ ამ ფულსო. მიშოვე $100,000, მშობლები უნდა გადავარჩინო. მოუფრინაო, ესე მიჭირო. ხა ცოტა პოეტურად მოუყვები რა ჩემებურად, ეგენი მეუფეს ესე არ მოუყოლია რა თქმა. ხოდა ნენელაო კონვერტმა დაიწყო დამძიმებაო რა. ვეღარ მოაფრიალებ, დამძიმდაო. ვერე მეორე ხელი მოუკიდე, ბიჭო მძიმდება და მძიმდება, ეს ხო სახლამდე ძლის მივიტანეო რა.
დამძიმდაო ეს. ხო და იმის შემდეგო გავიდა მერე ეპისკოპოსი მოწყვლარი გავხდი, ეპისკოპოსი სახური გავხდი და ის კონვერტიო მძიმდება და მძიმდებაო, გიმასწავლებელო. რამდენი გაჭირებული შემხვდება, გამახსენდებაო, აი ახლა კი გავისტუმრებო. ცდილობო რომ ცოტა მოვაკლო რამ კონვერტსო, მაგრამ ის კონვერტი მძიმდება და მძიმდებაო. ხო და ვერ დავამსუბუქეო და ეხლაო რუსთავში რომ გამომგზავნესო ჩვენ გვეუბნება. ეგ არის თან გიმასწავლებელო გამოსამშვიდებელი დღე. ქუთაისში რომ გადაიყვანეს რუსთავები მოულოდნელად გადაიყვანეს და ვერ დავემშვიდობეთ რა და დელეგაცია შეიკრა და თხოვნით მიმართეთ რომ თუ შეიძლება ერთი გამოსამშვიდებელი წირვა რუსთავში რომ ჩაატაროთ. კაი ბაბა პატრიარქს ვკითხაო. პატრიარქმა აკურთხა და მოკლედ ეს არის გამოსამშვიდებელი წირვა გორგასლის საკათედრო ტაძარში და თან მე ვიღებ ამას რა არქივში მაქვს ეს ყველაფერი. ხო და რუსთავში რომ ჩამოვედიო 12 წელი იმსახურა. ვიფიქრე აქ მაინც იქნებო ის ვალი გავისტუმრო, მაგრამ ვერ გავისტუმრეო. იმიტომ რომ ვერ ვივარგეო როგორც ეპისკოპოსად. და შენდობას ვითხოვ და ჩამოსდის ცრემლები, ყველა მტირივად რა, ყველა მტირივად და ეხლა ქუთაისში რომ მითხრესო, ცოტა გამიხარდაო, წავალ აბა იქნება იქ მაინც გავისტუმრო ეს ვალი. ანუ ადამიანს ისეთი რამე გაუკეთა ღირსების ისეთი ფაქტი გაუკეთა პატრიარქმა, რომ იმას ვერასდროს ვერ გადაიხსნის რა და დამძიმდება და აი რამდენი ღირსება ექნება ახლა მეუფე იოანეს გაკეთებული და ჩვენ ახლა ერთი ეს ვიცით პატრიარქმა ერთი ადამიანი რა დონეზე აი ღირსების სამსახურში ჩააყენა და რამდენი ესეთი ადამიანი აქვს ჩაყენებული და თლარა ეს არის ნამდვილად ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირსების ადამიანი და წმინდათა წმინდა და თუნდაც ახლა თვითონ რო იძახის რომ ღირსება გადაარჩინა ილიამ მამული ენას არწმუნოება, ყველაზე მთავარი ღირსება ილიამ მეორემ გადაარჩინა იმით, რომ თქვა, რომ საქართველოს უნდა გადარჩეს ღირებულებათა ღერძზე, რომელიც არის ქართული იდეა, ღმერთი სამშობლო ადამიანი, რომლის ერთ-ერთი მსახურებით ჩვენ ვიმყოფებით, დიდება უფალს, ეს ცეცხლი მანაგვინთო გულში და ჩვენ თუ რამე კარგი გამოგდის, ყველაფერი ეწერება ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ამ კურთხევასა და იმ ღირსების მადლს, რომელმაც მთელი ერის წინაშე, კაცობრიობის წინაშე, აი ესე პატიოსნებით და რუდუნებით იმსახურა და დაგვიტოვა ჩვენ როგორც დიდბუნებოვანი ადამიანის წარუშველი კვალი და წარუშველი სწავლება და მადლი. და ესე განამტკიცე რომელ დასხა მარჯვენე მან შენმა ქრისტიანობა ეს არის სიყვარულის სარწმუნოება, სიყვარული რომელიც არის თვითუფალი. გარდა შვილობისა თავის მეგობრადაც კი ვიწოდეს. აი ამხელა სიყვარული არის უფლის მიერ გამოხატული. ჯერ მარტო სიტყვა სამშობლოს მცოდნეობა. როცა სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილი გაჯერებულია, არა მარტო სამშობლოს სიყვარულით, არამედ უფალს მოიცავს, სრულიად უფალს, რომელიც თვითონ სიყვარულია. ამიტომ ჩვენ გვმართებს, რომ როგორც ერთი მამის შვილები
განსაკუთრებულად გვიყვარდეს ადამიანი და გვიყვარდეს მოყვარს და გვიყვარდეს ერთმანეთი. მე ვარ დმანისიდან, აქტიურად ვარ ჩართული სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილში, დიდი ხანია ვარ ამ პროექტში. ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ვარ ახლა სავსე, აღფრთოვანებული და მოხიბლული ვარ ამ ადამიანების სტუმართმოყვარეობით. ჩამოსულები ვართ რუსთავიდან, გორიდან, დმანისიდან, ლაგოდეხიდან. 3 დღის განმავლობაში არიან ჩვენთან სტუმრად ხაშურში და ერთად ვეცნობით საქართველოს ისტორიას, საქართველოს კულტურას, ქრისტეს კიდე სიღრმისეულ სიყვარულს. და ძალიან ბედნიერები ვართ როგორც მე, ასევე ჩემი მოცეკვავეები. ჩვენი მიზანი იყო რომ ამ ბავშვებში ზუსტად ის ქართული სტუმარმასპინძლობა გაგვეღვიძებინა და ამიტომ აი ამ პედაგოგიურმა გუნდმა აი ეს დაგეგმა რომ ერთმანეთთან გადანაწილებულიყვნენ სახლებში. პირველსაც დავესწარით, ვეზიარეთ, მოусმინეთ შემდეგ ქადაგებას და სასწაული იყო ჩვენი გულები გაივსო მართლა ღვთისმადლი და შემოვიდა ჩვენს გულებში იესო ქრისტე. ჩვენს ქვეყანას რაც იცავდა, ეს იყო მადლი ღვთისა. მადლი ღვთისა მოდის სარწმუნოებიდან, მადლი ღვთისა მოდის უფალთან ერთობით, თანაზიარები. 2017 წლის 15 ივლისს ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამობძანდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა და ეს დღე იყო განსაკუთრებული იმით, რომ სათავე დაედო და საფუძველი ჩაეყარა ახალი ბანას სამონასტრო, კულტურულ სამონასტრო საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას. ახალი ბანა მოგეხსენებათ ეს ბანას ტაძრის ანალოგია, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობდა. აი ამ ტაძრის ანალოგი აშენდება ხაშურში, ზემოსერის ტერიტორიაზე და მას მეუფის კურთხევით ეწოდა ახალი ბანა. ხაშური არის საქართველოს შუაგული და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის შუა ადგილი, ცენტრი ეს არის ზემოსერის ტერიტორია, უკვე ახალი ბანას ტერიტორია. ტაძართან ერთად უკვე დაწყებულია პროფესიული სასწავლებელი მშენებლობა, რომელიც 150 ბავშვზე იქნება გათვლილი. უნდა ითქვას, რომ ახალი ბანა ეს იქნება დაქუცმაცებული ქვეყნის გამაერთიანებელი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამ თემზიან გულს ერთად ხედავ, ერთი იდეის გარშემო ერთიანდება, ეროვნული ქართული იდეის გარშემო. ცრემლის დიოდად ბავშვებს, მშობლებს და მათ მიერ ანთებული თვალები მეტყველებდა ყველაფერზე და ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მათში ის სამშობლოს სიყვარული გაგვეღვიძებინა. უფრო შემიყვარდა საქართველო და უფრო ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ ეკლესიაში ვიარო. ვფიქრობ, რომ სასულიერო ცხოვრებას სულის სადმი მივაქციო ბევრი ყურადღება. უფრო მეტი დრო დაუთმო, თუნდაც ეკლესიას სიარულს, ლოცვას. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ნახე, გაიგონე რა თქვაო, რა ყოფილაო, მამული შვილობა აუხსნა კარგად, გულის სიყვარული რას ნიშნავს, ეს აუხსნა. ლექსო მასწავლებელმა კვართი როგორ უნდა დავიცვათ და ბავშვები იყვნენ ამითი, რა ვიცი, გაოცებულები, ისეთი ემოცია ჰქონდათ, ზოგი ტიროდა, ზოგი ერთმანეთს ეხუტებოდნენ ამის მერე და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არასდროს არ მივატოვოთ ჩვენი სამშობლო, ყოველთვის სამშობლოში დავრჩეთ და კვართის მცველები ვიყოთ. ამ ფილმებმა გამიღვიძა, ჩემში გააღვიძა ეროვნული სულისკვეთება და გადავწყვიტე, რომ კარგი მამულიშვილი გავხდე და ჩემი სამშობლო არ დავტოვო. ჩემი მოსავლე მეუბნება, მასწავლებელო, ეხლა ვიგრძენი რომ ქართველი ვარ. მოგესალმები დედამიწა, ნუ ხარასინძე, გაგთენებია ოქროც სურვილი ათასწლეული. ახლა ზედიზედ მოვლენ სისკრის განთიადები, შენს სადგცეული არასოდეს არ დამთავრდები. ამიტი შენი ხასიათია, მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება. შენი ბრალია ყოველ განთიადს მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანები. სიტყვა ჩემია, აღარ სხვისია. ყველა სიტყვა და ყველა გულის თქმა ახლა მისია. ეს თასი, რალის წმინდა სიბრძნით სავსე, მზის სასმისია. ეს კი ახალი ცის და მიწის დასაწყისია.
გმირი წინაპრების სამომავლო თითოეული ჩვენთაგანი ტაშისკარი მარაბდის ბრძოლა და ასე შემდეგ ჩვენი წილი ბრძოლას და ომიც ხილული თუ ხილავი გვაქვს გადასალახი და საომარიც სწორედ თევდორე ყელთელის წმინდანად შერაცვით დაიწყო საქართველოში და იგი დაკრძალეს ეგრეთ წოდებული ხუცუბლის სახელობის პატარა ეკლესიაში. სწორედ გიორგი სააკაძის მეთაურობით, მისი ხელმძღვანელობით და მისი რუთუნებით იგი წმინდანად იქნა შერაცხული. ნახვეტარას ველზე ტაშისკართან მოხდა სრულიად საქართველოს ერის და ბერის ერთად ლოცვანო ექარისტიული ერთობა. ყველა ბერ მონაზონი ლოცულობდა ჯართან ერთად დაჭოკილი ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატთან რომ მიეცა უფალს გამარჯვება მტენზე. აი ეს ექარისტიული ერთობა საოცარი მისტერია. როცა გიორგი სააკაძეს ვარვარა ჩამოდის წრემლი ჩამოდის როდა თაობები შეიცვლებიან დაილექება დასალექი ოქროც და რკინაც აი იმ ქედებზე პაპი ჩვენის პაპის ძვლებია და ვერ თევდორეს ხავს მოდებულ საყდარშის ძინავს აი იმ ქედებზე პაპი ჩვენის პაპის ძვლებია კარმა მისლები საფლავებთან მიაფარფათა გაივლის როდა ეგ ბიჭებიც დაიზრდებიან კაცმა არ იცის, ვინ იქნება მათში პატა. კარგი ლოცვები გავრდა, ლოცვები. მათი ასეთი თავდადებით იქნა დღევანდელ დღემდე ჩვენი ქვეყანა მოტანილი და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის, რომ ასეთი სამაგალითო ერი ვარ. მინდურები, ქართლის მინდურები Ketebi mohargashilebi Tashit redana binadebi Treshi korbuza iremebi ჩატარდა ღია ლექცია აივანზე საკონფერენციო დარბაზში და მე შემთხვევით შემოსულ ბავშვებს შემოუძეხი ეზოდა მუზეუმში და ვთხოვე რომ ყური დაეგდოთ ამ გაკვეთილისთვის. ბავშვები შემეწინააღმდეგნენ. მე ვთხოვე მხოლოდ 2 წუთი შემოდით. მოусმინეთ და თუ არ მოგეწონებათ მე უკან გაბრუნდით მეთქი. ბავშვები
წარმშეჭმუხნულები შემოვიდნენ მუზეუმში და დაესწრნენ ამ ლექციას და ცოტა ხნის შემდეგ შევხედე, რომ მათ შუბლი გაეხსნათ და დიდი ინტერესით უსმენდნენ და მთელი საათის განმავლობაში თუ მეტი არა, ისინი დარბაზიდან არ გამოსულა. ეს ცოტას არ ნიშნავს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს ყველაფერს ნიშნავს. ჩამესახა იმედი ჩვენი გადარჩენისა. მადლობა ლექსომასწავლებელს, მადლობა მშობელს, რომლებიც ხელს უწყობენ შვილებს და უთითებენ, რომ მსგავსი გაკვეთილები არ გააცდინონ და რომ მათ სამშობლოს სწორედ მათნაირი ბავშვები სჭირდება, რომ მომავალი სჭირდება, ხსნის გზა სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩვენი ხსნის გზა. და როდესაც რუსმა ხალხმა ძლივს ისწავლა ანიბანი, შოთამ მაშინ დაასრულა თავისივე ფესტყალს. ჩვენ რო დავიბადებით, ჩვენ უნდა დავიცვათ კვართი და რავი, ჩემი აზრით, ასეთი კვართი არავის არ აქვს დედამიწაზე და არასოდეს არ წავალ ამ ქვეყნიდან, აი არასოდეს. რაც არ უნდა მოხდეს. არასოდეს არ დავტოვებ ჩემს სამშობლოს. აქ მე ბევრი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი მანამდე, გული უფრო გამითბა, გულში ცეცხლი გამიჩნდა. სამშობლო მეორე ჩემი ყვარდა უფრო ძლიერად მეტად. საკირე არის სოფელი ბორჯომისკენ და სამარხი ნახეს, სადაც ეგვიპტემდე 2000 წლით ადრე ნახეს დამარხული ადამიანი და ჩატანებული იყო თაფლი ჭურჭლით რა. პირველი საქართველოსდან წავიდა ღვინო, ხორბალი და თაფლი. მე ვარ გიორგი ჯელაძე, ცხოვრობ ხაშურში, წმინდა ნინოს 79 ნომერში. ვარ პროფესიონალი მეფუტკრე. ცარიელისკები დავაწყე აი ამ ადგილას რა. ფუტკრის ნაყარი მოვიდა თავისით და იმის მერე დაიწყო რა. პავლე ცხოვრებაძე იყო ამნაირი კაცი. რაც შეძლო მასწავლა, დანარჩენი მერე ჩემისით, ინტერნეტით, წიგნებით. ეს არის აპისახლი ქვია ამას. სამკურნალო ოთახი. ფუტკრებზე გძინავს რა, აი. ფუტკრები არის. ესენი ეხსნება და ხმაური და სუნიაურის. აი გულზე მას. და აქ რო გძინავს სამკურნალოა? ნევროზი და გულსიზარდთა და ასე შემდეგ რა, ბრონხები და მაგნაირი დაავადებები რა. ბუნებრივი ნარკოზი. ფუტკრის რო გეშინოდეს 10-15 წუთი დაგეცინება. ფუტკრის პროდუქტები არის ძალიან ბევრი რა. 7 ძირითადი პროდუქტია და დანარჩენი 22 პროდუქტამდე ადის. და ყველა არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიკეთო. ბენაცვალე, ბავშვებო, გიყვართ ფუტკარი თქვენ? ძალიან. არ კვენთ ხოლმე? ხანდახან. ფუტკრის აპითერაპია იწყება 1 ფუტკრით და ადის 80 ფუტკრამდე. უდანაკარგო მეურნეობა რა. ამიტომ თუ ვინმე გადაწყვეტავთ მეფუტკრეობას მოკიდებთ ხელს, იფიქრეთ რომ არ ინანებთ რა. მიჭირს ახლა სიმართლე რო გითხრათ, აქედან წასვლა. ისეთი აღფრთოვანებული მივდივართ, სულ გვეყოფა თელი ცხოვრება ალბათ.
წარუშლელი კვალი დატოვა აქ გატარებულმა დღეებმა ჩემს მეხსიერებასა და გულში. იესტომა ცხოვარო, ღვთისმშობელო ქალწულო, ერი შენი ცხოვარი, იქნებ კვლავ და არწყულო, იქნებ ისევ გადარჩეს, იბერიის თავთავი, ველი უფლის განაჩენს, ხელაპყრობით სამთავის, არასდროს გავქცეულ ვარ, წინაპართა მიწიდან, ვიყავ ბედითეული, მილხინდა თუ მიჭირდა ისევ, ვასის ჯვარს კოცნი, თეთრ გიორგის ბედაურს, კვერთო, სანამ მოგვეცი, წეს მუდიროთ, დედაო.